Რაფორმით და როგორ შეიძლება შეეხოს საქართველოს სუსტად განვითარებულ ეკონომიკას ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები და რა მოვლენების განვითარებას უნდა ველოდოთ გლობალურ ეკონომიკაში. თემაზე ეკონომისტრის სტუმარია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სანდრო თვალჭრელიძე. ბატონ სანდრო, მოგესალმებით. გამარჯობათ. ბატონ სანდრო, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2 დღის წინ აღნიშნა, ლარის კურსის ბოლოდროინდელი ვარდნა სწორედ ბრიტანეთის რეფერენდუმს, კერძოდ კი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება. სავარაუდოა, რომ პროცესები, რომელიც ევროკავშირში განვითარდება, მომავალში შეეხება საქართველოს, რომელიც ამ გაერთიანებისკენ ინტეგრირების პროცესშია. თუ არის შესაძლებელი იმის პროგნოზირება, კონკრეტულად რა ფორმით შეიძლება აისახოს საქართველოზე ეს პროცესები? კი ბატონო, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ბატონმა დიმიტრიმ ერთგვარ ხრიკს მიმართა, ვინაიდან ლარის კურსის შესუსტება დაიწყო რეფერენდუმამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე. რაც შეეხება თქვენ მეორე კითხვის ნაწილს, ჩვენ ის 3 ნაწილად უნდა გავყოთ. პირველი ეს არის ლონდონი, როგორც საერთაშორისო ზენაციონალური ბიზნეს ხაბი, უმნიშვნელოვანესი საფინანსო ცენტრი. მისი ბედი, მეორე დიდი ბრიტანეთის ბედი და მესამე გაერთიანებული სამეფოს ბედი. და მხოლოდ ამის გაანალიზების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რა მოველით საქართველოს. პირველი, ლონდონი არის უმნიშვნელოვანესი სავალუტო ბაზარი და სანადლეულო ბაზარი. აქ შეგახსენებთ, მყარდება და ფიქსირდება ფასები ყველა კეთილშობილ მეტალზე, ყველა სამრეწველო მეტალზე და ყველა იშვიათ მეტალზე სხვადასხვა ასოციაციების მეშვეობით. მათ შორის ლონდონის ხალას მეტალთა ბაზარი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში, ისევე როგორც ლონდონის მეტალთა ბირჟა. სწორედ ლონდონის ბირჟაზე არის წარმოდგენილი ჩვენი 3 უმსხვილესი კომპანია, მათ შორის მე ლაპარაკობ სანადლეულო ბირჟებზე, საფონდო ბირჟებს ეხლავე შევეხები. ეხლა საფონდო ბირჟებზე აი ის რაც მოხდა პატარ-პატარა რხევები, ის ძალიან მალე სტაბილურდება, ამას არაფერი დიდი ხიფათი არ ელის. ისევე როგორც არ ელის დიდი ხიფათი საერთაშორისო ბანკებს, როგორც არის როთშილდის ბანკი, რომელზეც მიმულია უზარმაზარი ბიზნესები, როგორც არის ვთქვათ ბერკლის ბანკი ან ბარკლაის ბანკი, როგორც გინდათ ესე უწოდეთ, აი სკოტია მოკატას ბედი კი ერთობ გაურკვეველია. სულ სხვა საქმეა, როცა ჩვენ ვეხებით ეგრეთ წოდებულ სახეჯინგო ბანკებს, რომლებიც ძირითადად ვენჩურულ ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებდნენ ევროპის ცენტრალური ბანკიდან ძალიან იაფი ან ნულოვანი კრედიტების მიღების საშუალებით, არა? აი ძალიან ბევრმა ასეთი მრავალი ასეული ბანკია ლონდონში განთავსებული. აი ამ ბანკების ძალიან დიდმა ნაწილმა იგრძნო რა როგორ განვითარდება მოვლენები, შტაბ-ბინა შეიცვალეს და პარიზში გადავიდნენ, მაგრამ პარიზი, ლონდონი არ არის, ის ყველა ამ ბანკს ვერ ჩაიტებს უბრალოდ. ამიტომ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ისე, რომ ეს ბანკები გაკოტრდეს და ამას მოხდება გაკოტრების ჯაჭვი და ზუსტად განვითარებულ ქვეყნებში, იმიტომ რომ ვენჩურულ ინვესტიციებს ინვესტორები ზუსტად განვითარებად ქვეყნებში ახორციელებენ. ასე რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში მე ამ დასკვნას, რომელიც თქვენ გააჟღერეს, არ ვეთანხმები. ბატონ სანდრო, საქართველოში ბრიტანეთი უმნიშვნელოვანესი კომპანიით British Petroleum-ით არის British Petroleum-ზე ეხლავე გადავალთ, იმიტომ რომ ეს უკვე ეხება არა ლონდონს, არამედ დიდ ბრიტანეთს. აქ მართლაც დგება, თუ შოტლანდიაში უკაცრავად ჩატარდა რეფერენდუმი და შოტლანდიამ გამოეყო დიდ ბრიტანეთს, ანუ დიდი ბრიტანეთი დაინგრა, მაშინ BP-ს ბრიტანეთის გვირგვინის სიამაყის BP-ს და არა მარტო BP-ს, არამედ ბრიტანულ ჰოლანდიური ძალიან დიდი გიგანტი ოპერატორის Royal Dutch Shell-ის პრობლემა დგება. საქმე იმაში არის, რომ ჩრდილო ზღვის 23 ნავთობის და არ ვიცი რამდენი გაზის ველი არის განლაგებული შეტლანდის კუნძულებთან ახლოს, ანუ შოტლანდიის ტერიტორიულ წყლებში. მაგალითად, ყველაზე უფრო ცნობილი ნავთობი ბრენტი სალონვოს ტერმინალს მიეწოდება შეტლანდის კუნძულებზე, ანუ შოტლანდიის ტერიტორიაზე და როგორ
როგორ განვითარდება BP-ის და Royal Dutch Shell-ის ურთიერთობა შოტლანდიასთან, აბსოლუტურად ჯერჯერობით გაუგებარია. სხვათა შორის ეს ეხება არა მარტო დიდ ბრიტანეთს და არა მარტო განვითარებად ქვეყნებს, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოებასაც, ვინაიდან ზუსტად გაზი წამოსული ჩრდილო ზღვიდან დღესობით აბალანსებს რუსულ გაზს, რომლის წილი ევროპის ბაზარზე 38%-მდე დაიწია. ასე რომ ესეთი გაურკვევლობები ძალიან ხისტად და ძალიან გრძნობიარად იმოქმედებს სანედლეულო და შესაბამისად საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით ბატონ სანდრო, პრინციპში შექმნილი არის არაპროგნოზირებადი გარემო. რამდენად შეიძლება ეს არაპროგნოზირებადი გარემო უკვე აისახოს ეკონომიკაზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე? არა მგონია რომ საქართველოს ძალიან დაანთქვათ აზერბაიჯანი და აზერბაიჯანში BP საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, გაცილებით უფრო რთულად არის BP-სა და Royal Dutch Shell-ის ინვესტორების პრობლემა, რომლებსაც მართლაც უძილო ღამეები ელის ახლო მომავალში. და მესამე პრობლემა კიდევ უფრო სოციალურად, ეკონომიურად უფრო გრძნობიარეა, ეს არის გაერთიანებული სამეფოს პრობლემა, იმიტომ რომ უკვე ჩრდილო ირლანდიაში საწყადებენ, რომ ასეთი რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს. ამას კი ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოყვება, რომელმაც შეიძლება ისევ გაამძაფროს ძლივ-ძლივობით ჩამქრალი ლატენტურად განვითარებადი კათოლიკურ პროტესტანტული კონფლიქტი ირლანდიისა და ჩრდილოირლანდიის ოლსტერის ტერიტორიაზე და რაც მთავარია ძალიან მძიმე დღეები დაადგება ოლსტერის მოსახლეობას, რომელსაც დღესდღეობით ბრიტანული გვირგვინი დაახლოებით 8 მილიარდ ინვაქან სტერლინგის დოტაციას აძლევს და მათ საერთოდ არ იციან რა არის სოციალური გადასახადი, ისინი უფასოდ ღირებენ წყალს, ელექტროენერგიას, არ იხდიან მიწის გადასახადს და არ იხდიან საშემოსავლო გადასახადს. ესეთ სასათბურე პირობებშია ეს მოსახლეობა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო ვითარებაზე, აისახება ევროპაზე, მაგრამ ზეგავლენა საქართველოზე ჩემის აზრით იქნება მინიმალური. თუმცა საქართველოს საკითხი რომ განვაგრძოთ, საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში უკვე ცდილობს ევროპულ ბაზარზე გასვლას, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. ამ მიმართულებით ჩვენმა ბიზნესმა და სახელმწიფომაც უკვე სერიოზული ძალისხმევა ჩადო. რამდენად მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში უკვე საკმაოდ ფორმალიზებული თამაშის წესების გადახედვა დაიწყოს. უკვე ბევრი ითქვა იმაზე, რომ ევროკავშირის ტექნოკრატიული მიდგომები აფერხებდა ბიზნესს და სწორედ ეს გახდა ბრექსიტის შედეგების მიზეზით. მე მეჩვენება, რომ ევროკავშირის ჩინოვნიკები ბეცები არ არიან, ისინი ძალიან კარგ გაკვეთილს და ძალიან სწორ გაკვეთილს ისწავლიან, ძალიან კარგად შეაფასებენ შედეგებს და მის გამომწვევ მიზეზებს და პირიქით ჩვენი დაახლოვება ევროპასთან გაცილებით უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება. თუკი რა თქმა უნდა მათ ეყოფათ ამისი პოლიტიკური გამჭრიახობა. გაცილებით უფრო რთული იქნება ბედი იმ ჩინოვნიკებისა, რომლებიც ბრიტანული წარმოშობისაა, მაგალითად ბარონესა კეტრინ ეშტონის ბედი აბსოლუტურად გაურკვეველია. ძალიან დიდი მადლობა სანდრო თვალჭრელიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო, ეკონომეტრის დღევანდელი სტუმარი.